თუ თქვენ ახლა ზაფხულში თავი გტკივათ, მე გასწავლით მაგარ რაღაცას, თუ რა არის მისი მიზეზი და როგორ მოაგვაროთ ეს თავის ტკივილი მედიკამენტის გარეშე თუ ხელთ არაფერი გაქვთ. პირველ თავის ტკივილის ბევრი ფორმა არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ეს არის დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი. თუ თქვენ ახლა თავი გტკივათ, მაღალაბათობით ეს იქნება, იმიტომ რომ ეს იწევს თავის ტკივილის შემთხვევათა 70-80%-ს. თავის მხრივ დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილს აქვს ბევრი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს უძილობა, ან პირიქით ზედმეტი ძილი, ან ეს შეიძლება იყოს თქვათ კოფეინის ჭარბი მიღება, შოკოლადის მიღება, ალკოჰოლის დალევა, ასევე შეიძლება იყოს თქვათ პირიქით საკვების გამოტოვება, ყველის მირთმევა სხვადასხვა ძველი ყველისა და ეს რაღაცები. ასევე სტრესი ჩვენს ყოველდღიურობაში, მაგრამ აი ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც არის ერთი რაღაც და ეს არის დეჰიდრატაცია. ანუ სხეულში არასაკმარისი რაოდენობით წყალი, განსაკუთრებით აი ახლა ზაფხულში, ამიტომაც არის რომ თავის ტკივილი ახლა უფრო იმატებს ხოლმე. როცა სხეულს წყალი აკლია, ხო? ამ დროს ჩვენ თავის ტვინი მოცულობაში მცირდება. ჩვენ თავის ტვინში არ გვაქვს ტკივილის რეცეპტორები, ანუ ადამიანს ახლა თავის ტვინი რო გაუჭრა, ხო? არ ეტკინება, მაგრამ ჩვენ რეცეპტორები გვაქვს, სწორედ რომ მაგარ გარსზე და ზოგადად თავის ტვინის გარსებზე. ხო და როგორც კი თავის ტვინი მოცულობაში შემცირდება, იმიტომ რომ თქვენ არ დაილიათ საკმარისი რაოდენობით წყალი და იოფლიანით და ბუნებრივად სხეულიდან გამოვიდა ბევრი სითხე, ამიტომ თავის ტვინი მოცულობაში შემცირდა და ეს თავის ტვინის გარსები, რაც ტვინს აკრავს გარედან, შეიჭმუხნა და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მე თქვენ თავი გტკივდებათ. თუ მედიკამენტი ხელთ არ გაქვთ, მე გასწავლით მარტივ რაღაცას. სხვადასხვა ეს მუშაობს შემთხვევათა უმრავლესობაში. თუნდაც სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული თავის ტკივილი, მათ შორის შაგიკის შემთხვევების 40%-საც ფარავს. ასევე ნაბახუსტების ტიპის თავის ტკივილებს ფარავს, დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილების უმრავლესობას ფარავს. ეს არის სითხის მიღება. თუ თქვენ ლიტრა ნახევრი ცოტა უფრო მეტ სითხეს მიიღებთ, თავის ტკივილი უფრო ნაკლებად გექნებათ, ვიდრე აქამდე გქონდათ. და სხვადასხვა ეს თავის ტკივილი მოიხსნება სუმცირე ნახევარ საათში და გაგრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ სხეული საკმარისად იქნება ჰიდრატირებული, მაგრამ როგორც კი სხეულს ისევ გამოაკლდება წყალი, თავის ტვინის მოცულობაში ისევ შემცირდება, გარსები ისევ შეიჭმუხნება და ისევ აქტივდება თავი, ასე რომ თუ ზაფხულში სიცხეში თავი გტკივათ, აი ესაა მის მიზეზი და აი ესე მარტივად მას მოაგვარებთ. უბრალოდ 500 მl წყალი თავის ტკივილის მომენტში ნახევარ საათში უკვე ტკივის მოხსნას. გამიზიარეთ თქვენი შედეგები ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ და ასევე გავიზიარეთ სხვებსაც.